როგორ ვიურთიერთოთ სასწორის ნიშანთან. ტაროს სისტემის მიხედვით სასწორის ნიშანი კონკრეტულად არის სამართლიანობის არკანი. ზოგადად არსებული ზოდიაქოს ნიშანი, მათი მმართველი პლანეტა შეიძლება ითქვას, რომ არის ვენერა და დაფუძნებული არის ძირითადად ემოციურ მდგომარეობაზე, ხო? მის შინაგან მდგომარეობაზე. სასწორები საკმაოდ კომფორტული ურთიერთობის მქონე ადამიანები არიან იმ თვალსაზრისით, რომ მათ აქვთ ბევრი ინტერესი ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით. მათ მუდმივად აინტერესებთ გარკვეული სახის ინოვაციები, სიახლეები, რაღაცა ახლით დაკავების პროცესი, ხო? ისინი საკმაოდ აფასებენ სამართლიანობას და რა თქმა უნდა ბალანსირებულ სიტუაციებს. მათ არ უყვართ, როდესაც სიტუაციურად რაიმეს აძალებენ. თუ მათთან გინდათ ურთიერთობის სიტუაცია დაალაგოთ და იყოთ ბალანსირების თემაში, მუდმივად იყავით აქტიურ პოზიციაში. არ აგრძნობინოთ თავი, რომ რაღაცაში შეიძლება დაჩაგრული იყოს, ან რაღაცაში შეიძლება თვითონ ვერ გაწდეს, ანუ მაქსიმალური ბალანსირება გამოიჩინოთ ურთიერთობის კუთხით. ისინი ასევე ძალიან აფასებენ ინტელექტუალურ მდგომარეობას, როდესაც ადამიანს შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, რომ მისთვის ადამიანი არ არის მოსაწყენი კატეგორია. ისინი ვერ იტანენ, როდესაც მათ ააყენებენ წნეხის ქვეშ, სწრაფი გადაწყვეტილებების მოთხოვნას თხოვენ, იმიტომ რომ ეს ნიშანი საკმაოდ მერყევი ნიშანი არის, შეიძლება ითქვას და შესაბამისად, როდესაც შენ მიუთითებ, რომ იცი, შენ უნდა მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილება, ის ყოველთვის გამოხატავს უკმაყოფილებას. არ იჩქაროთ სასწორის ნიშანთან, მიეცით დრო გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიიღოს და შესაბამისად თავად ვინახავთ, რომ შედეგი არ დააყოვნებს უკეთესობისკენ. არსებული ნიშნები საკმაოდ აფასებენ ინტელექტუალური მდგომარეობის გარდა ფიზიკურ მდგომარეობასაც, მათ ძალიან ხიბლავთ ეს კონკრეტული გარეგნული სტილი ადამიანის, ემოციების გამოვლინება საცოცხლო ურთიერთობებში, რაღაცა კუთხით მეტნაკლებად შეიძლება ითქვას, რომანტიკოსი კატეგორიის ტიპაჟებიც არიან, მაგრამ გახსოვდეთ, მისი ცხოვრებისეული დევიზი არის სამართლიანობა. მომექცე სწორად, მოგექცევი სწორად. ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც ხედავს, რომ ურთიერთობა იქნება ეს ზოგადი კომუნიკაცია ადამიანების, თუნდაც ქუჩაში რომელიც და სიტუაციას ხედავს და ხედავს არასამართლიან ქმედებას, ყოველთვის აქვს აგრესიის მომენტი. ოღონდ ეს აგრესია ძირითად შემთხვევაში არის გააზრებული და მისი ნიშნიდან გამომდინარე. ზოგადად ტიპაჟი დიპლომატიურობით უფრო მეტად გამოირჩევა, ვიდრე კონფლიქტური სიტუაციებით, მაგრამ თუ რა თქმა უნდა შესაბამისი სიტუაცია მოითხოვს და გამოიყვანს ყობილებიდან, ჩათვალეთ, რომ საუკეთესო მტერი იქნება თქვენს გარემოცვაში სასწორის ნიშნის კუთხით. გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას.